1913 წლის იანვარში ვენის ჩრდილოეთ სადგურზე მატარებლიდან გადმოვიდა მამაკაცი, რომელსაც ხელში პატარა ჩემოდანი ეჭირა. სახეზე კი ყვავილის ნაწიბურები ეტყობოდა. ის ფლობდა ყალბ პასპორტს სახელით სტავროს პაპადოპულოსი. სინამდვილეში ის იყო იოსებ ჯუღაშვილი, იგივე კობა, რომელიც მოგვიანებით მსოფლიომ სტალინის სახელით გაიცნო. იმავე დროს ქალაქის მეორე ბოლოში მამაკაცთა საერთო საცხოვრებელში 24 წლის ახალგაზრდა სახელად ადოლფ ჰიტლერი თავის დაძენძილ პალტოში გახვეული აკვარელებს ხატავდა და ოცნებობდა დიდებაზე, რომელიც ვენის სამხატვრო აკადემიამ ორჯერ უარყო. ვენა მაშინ იყო იდეების ლაბორატორია. კაფე ცენტრალში, სადაც ჰაერი თამბაქოს ბოლისა და ძვირფასი ყავის სურნელით იყო გაჟღენთილი, ყოველ დღე იჯდა ლევ ტროცკი. ის თავისი დახვეწილი მანერებითა და ორატორული ნიჭით ადგილობრივ ინტელექტუალებს ატყვევებდა. ერთხელ, როდესაც ავსტრიელ პოლიტიკოსს კითხეს, ხომ არ ელოდა რუსეთში რევოლუციას, მან დაცვინვით უპასუხა: და ვინ მოაწყობს ამ რევოლუციას, იქნებ ის ბრონშტეინი, ტროცკი, რომელიც კაფე ცენტრალში ჭადრაკს თამაშობს. მათ არ იცოდნენ, რომ რევოლუციის გეგმები სწორედ იმ მაგიდებთან იწერებოდა. სტალინი ვენაში ლენინის დავალებით ჩავიდა. მას უნდა დაეწერა ნაშრომი ეროვნულ საკითხებზე. ის დასახლდა ტროიანოვსკების ბინაში, შონბრუმის სასახლის სიახლოვეს. სწორედ აქ მოხდა მათი ერთადერთი მშვიდობიანი შეხვედრა. ტროცკი იხსენებდა, რომ მის კართან გამოჩნდა უცნაური პირქუში კაცი, რომელიც ჩაისვამდა და თითქმის არ ლაპარაკობდა, მხოლოდ აკვირდებოდა. სტალინს ზულდა ტროცკის პომპეზურობა, ტროცკის კი სტალინის პროვინციული სიჩუმე აშინებდა. სანამ მომავალი დიქტატორები პოლიტიკურ ინტრიგებში იყვნენ ჩაფლულნი, ვენის გარეუბანში, ნოიშტადტში ახალგაზრდა იუგოსლავიელი იოსიპ ბროზ ტიტო მუშაობდა მექანიკოსად დაიმლერის ავტოქარხანაში. ის იყო სიმპათიური, უყვარდა კარგი ჩაცმა, ცეკვა და ფარიკაობა. ტიტო იმ დროს უფრო მეტად ტექნიკითა და ქალებით იყო გატაცებული, ვიდრე მსოფლიო რევოლუციით. თუმცა ვენის მუშათა გაფიცვებმა მასში პირველი სოციალისტური ნაპერწკალი გააღვიძა. წარმოიდგინეთ 1913 წლის თებერვლის სურათი. სტალინი სეირნობს შონბრუნის პარკში, ფიქრობს იმაზე, როგორ დაშალოს იმპერიები. ჰიტლერი ზის იქვე სკამზე და ხატავს იმავე პარკის ხედებს. მას გულში ყველა უცხოელის ძულს. ფროიდი, რომელიც იქვე ახლოს ცხოვრობდა, შესაძლოა ორივეს გვერდით ჩაუვლის და მათ სახეზე იმ პათოლოგიებს ამოიკითხავს, რომლებმაც მოგვიანებით მილიონობით ადამიანი შეიწირა. ისინი ერთმანეთს არ იცნობდნენ, მაგრამ ვენა მათთვის იყო ინკუბატორი. აქ დაიბადა ნაციზმი, აქ დაიხვეწა ბოლშევიზმი და აქედან დაიწყო გზა იმ სამყაროსკენ, რომელშიც დღეს ჩვენ ცხოვრობთ. ეს იყო სიმშვიდე ყველაზე დიდი ქარიშხლის წინ. 1913 წლის იმ ცივ საღამოებს, როდესაც ვენის ქუჩებში გაზის ლამპიონები ინთებოდა, არავინ იცოდა, რომ ეს ადამიანები მშიერი მხატვარი, მდუმარე რევოლუციონერი, მოჭადრაკე ემიგრანტი და ელეგანტური მექანიკოსი მალე მსოფლიოს ნანგრევებად აქცევდნენ. ვენამ მათ მისცა ყველაფერი, რაც სჭირდებოდათ. ჰიტლერს სიძულვილის ობიექტი მულტიკულტურული იმპერიის სახით, სტალინს ძალაუფლების თეორიული საფუძვლები, ტროცკის რევოლუციური პლატფორმა, ხოლო ტიტოს დასავლური დისციპლინა. ერთ წელიწადში 1914 წლის ზაფხულში სარაევოში გასროლილი ტყვია დაასრულებს ვენის ოქროს ხანას. იმპერია, რომელმაც ისინი შეიფარა, დაიშლება, ხოლო ეს 4 აჩრდილი ვენის ყავახანებიდან პირდაპირ ისტორიის სისხლიან ფურცლებზე გადაინაცვლებს. მათთან წაიღეს ვენური ზამთრის სიცივე და ის გადააქციეს ეპოქად, რომელმაც მე-20 საუკუნე სამუდამოდ შეცვალა. დღეს, როდესაც ვენის ქუჩებში სეირნობ და შონბრუმის პარკის სიმშვიდით ტკბები, რთულია დაიჯერო, რომ აქ ოდესღაც სამყაროს ბედი წყდებოდა. არა სამეფო დარბაზებში, არამედ ჩვეულებრივ სკამებზე, სადაც მომავალი დიქტატორები ერთმანეთის გვერდით ისხდნენ და ჯერ კიდევ არ იცოდნენ საკუთარი დაუნდობელი დიდების შესახებ.